თავი მესამე. ნუ თუ კიდევ დავიწყოთ საკუთარ თავთა წარდგენა. ნუ თუ საჭიროა ჩვენთვის როგორც ზოგიერთებისათვის წარდგენის წერილები თქვენ და მე ან თქვენგან. თქვენ ხართ ჩვენი წერილი ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი ჩვენგან გაგზავნილი. დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით. არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ დაფებზე. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალ გვიცდეს, ჩვენ თვითონ გავსაჯოთ რაიმე, ვითომც ჩვენგნით იყოს და არა ღვთისაგან ჩვენი შემძლეობა. მან შეგვაძლებინა ყოფილი ღავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით გამოსახული, ისე დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახესხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება. ვინაიდან თუ განკითხვის მსახურება დიდება, მით უფრო უხვობს დიდებით სამართლიანობის მსახურება. რადგან ამრიგად განდიდებული არ ჩაითვლება დიდებულად ამ აღზევებულ დიდებასთან შედარებით. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მას, რაც რჩება. ამიტომ რა კი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც მოქმედებთ. და რა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელიანებს წარმავალი დიდების დასასრული. არამედ დაჩლუნგდა მათი გონება, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხსნელი რიდე, რადგან იგი ქრისტეში გადაიხდება. მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდი ადევთ გულზე, ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ. ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი ახდილის სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახეთ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.